კახარიას პარტიასაც მინდა შევეხო თუ არის დრო მაგის და ამით შეგვიძლია დავასრულოთ ორი წუთი. ბერდია სიჭინავა. მე არც ვიცოდი ვინ იყო საერთოდ ეს ადამიანი, უბრალოდ ვიჯექი და ვუსმენდი. ამან კიდე გიაგოხვიჩია ვიცით მაინც ვინ არის და ეს სიჭინავა არც ვიცოდი და ყოფილა ერთ-ერთი ლიდერი როგორც მოვიკითხე და ესიც ამბობს რომ ჩვენ ვიბრძვით პატიმრებისგან თავისუფლებად და მიხეილ სააკაშვილის ლანძღავდა ძალიან. მიხეილ სააკაშვილის პარტია დღეს არის პარტია ნაციონალური მოძრაობა და მათ უფლება დაიჭირონ თავიანთი ლიდერის სურათი, იმიტომ რომ ისინი მათი ლიდერი არის ციხეში. მე არ მიჭირავს სააკაშვილის სურათი და სიჭინავას არ კითხავს, ვინ მის სურათს დაიჭერს და სიჭინავას და გახარიას არ აქვს უფლება ილაპარაკოს მიხეილ სააკაშვილზე. თააშავა თუ არ დააშავა მე ვარ საქართველოს მოქალაქე, მე არა ვარ დღეს ის ჩემი შვილი მადარდებს მე. მიხეილ სააკაშვილი თუ არ არის პოლიტპატიმარი, მაშინ თორნიკე გოშაძე არ არის პოლიტპატიმარი, ხო? თორნიკე პოლიტიკაში არასოდეს ყოფილა და რატო გამოდის ამ სიტყვით და ხლიჩავს ერს და ლაპარაკობს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის სახელით. ამას როგორ საიდან ასკვნის ეს?